გამოდის რომ ამის მთელი მე-20 საუკუნე გამოვიარე ყოველ შემთხვევაში 30-იანი წლებიდან დაწყებული და რა ვიცი რამდენი არჩევნები, საბჭოთა არჩევნები, ვითომ არჩევნები რო იყო და ვითომ რო ვირჩევდით ვინმეს, მერე დამოუკიდებელი საქართველოს ჯერ აი რა თქმა უნდა საბედისწერო იყო ის პირველი არჩევნები, როდესაც საქართველოს უნდა გამხდარიყო დამოუკიდებელი ქვეყანა. აი ის იყო მართლა უმნიშვნელოვანესი და აი ზუსტად ეს სიტყვა უდგება საბედისწერო. და აი ეხლა, იმიტომ რომ სხვა დანარჩენია დამოუკიდებლობის ეტაპზე ყველა არჩევნები სხვათა შორის ყველა იყო მძიმე, ყველა იყო დამძიმებული აი ესეთი დაპირისპირებით სიძულვილითაც კი შემიძლია ვთქვა ეს რაღაცა ჩვენ ტრადიციად იქცა ესეთი მართლა ესეთი შეურიგებლობა ერთმანეთის მიმართ, მაგრამ აი ასე ბედი არ წყდებოდა ქვეყნის, როგორც დღეს. დღეს მართლა აი ეს არ ვიცი, პირდაპირ ესეთი ზღვარია გავლებული ბნელ წარსულსა და ნათელ მომავალს შორის. ძალიან მარტივია სხვათა შორის ეს დაპირისპირება. სინათლე, სიბნელე. მომავალი წარსული. მომავალი ყოველთვის უკეთესია წარსულზე. თავისთავად ასე არის. და ეს მე ის მიხარია რომ მე მაქვს შეგრძნება რომ ძალიან დიდ რაოდენობას ხალხისა და აი შეიძლება ვთქვათ რომ ხალხს, ქართველ ხალხს აი ეს დღეს მართლა გათავისებული აქვს აი ეს ნამდვილი ეროვნული იდეა დამოუკიდებლობის, თავისუფლების ევროპული მომავლის, რომ ეს ერთმანეთზე ეს ცნებები გადაჯაჭვული და რომ ჩვენ ეს გვინდა, აი ასეთი მომავალი გვინდა. ქალბატონო ლანა, კარგი ცხოვრება გვინდა.